ღებშვიდობისა მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ქალაქ ლაგოდეხის ცენტრში, სასტუმრო რესტორანი გივისიში. მე მასპინძელი გახლავთ მაიკო ენუქიძე. აქ როგორც კვების ობიექტი, ასევე დასასვენებელი ფართი გახლავთ, ასე რომ გავუმყევი და ვილა გივისის შესახებ მაიკო მოგვიყვება თვითონ ისტორიას. წავედით. აიკო მოგესალმები. გამარჯობა. პირველ რიგში მასპინძლობისთვის, დახვედრისთვის. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სასტუმრო რესტორანი არის, ხო ეს დაწესებულება გივისი. ეს შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში არის აგებული. მოდი ეხლა დავიწყოთ თავიდან აი ეს ამ შენობის გადაქცევა სასტუმრო რესტორანად. რომელ წელს დაიწყეთ იდეა ვისი იყო? როგორც მახსოვს, მამა თქვენის იდეა იყო და ნენელა რომ მომიყვე ისტორია ეხლა. ერთ-ერთი უძველესი შენობა არის ლაგოდეხის, ქალაქ ლაგოდეხში, დაახლოებით 1900-იანი წლების დასაწყისში არის აშენებული. ძალიან მოსწონდა მამას, რატომ ასე შენობა, ალბათ თავის ახალგაზრდობასთან, ბავშვობასთან ასოცირდებოდა. გადაწყვიტა, რომ ახალი სიცოცხლე მიეცა მისთვის. გარე ფასადი შეუნარჩუნა, ძველი იერი, ასევე დაშენება რომ მოახდინა, შეეცადა რომ იგივე სტილით მომხდარი იყო რეკონსტრუქცია. მამას ძალიან დიდი ნიჭი ჰქონდა არქიტექტურის და ეს შიდა სივრცე ყველაფერი მისი დაგეგმილი და დაგეგმარებულია. ძალიან უნდოდა რომ მსგავსი ტიპის ობიექტი ქონოდა. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოესწრო ამ ობიექტის დასრულებას. მე თქვენ შვილი მაგალითად. და 2021 წლის ივნისში გარდაიცვალა და ფაქტიურად ჩვენ დაგვჭა ესე რომ ვთქვათ თეთრი კარკასის პირობებში. და ჩემი ძმა გიორგი ენუქიძე რომ არ ყოფილიყო ფაქტიურად მე მარტო ვერ შევძლებდი ამის დასრულებას. გიორგის და მე ერთობლივად ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის ამ შენობის დასრულებაში. შიდა ინტერიერის შექმნაში ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ყველაფერი და მამას უნდოდა რომ რაღაცა განსაკუთრებული, განსხვავებული სტილის ობიექტი ქონოდა და შევეცადეთ მისი გემოვნებაც გაგვეთვალისწინებინა და მისი სურვილები და შედეგად მივიღეთ ეს შიდა დიზაინი, ისე ლამაზად არის მოწყობილი, ყველა კუთხის თავისი რაღაც განსხვავებული დეტალი აქვს. თქვენ და თქვენ მასმა გააკეთეთ. კი, ყველაფერი არის მე და გიორგის ერთობლივი გადაწყვეტილებით გაკეთებული მამას სურვილების გათვალისწინებით. აკო ეხლა ჩვენ ვიმყოფებით დარბაზში. რამდენი პერსონაჟი არის გათვლილი? მოდი ამ დარბაზიდან რომ დავიწყოთ და მე ექსკურსია, წინამძღოლობა ჩამიტარე, უკვე დამათვალიერებინე. თქვენ მაღლა სასტუმროცა გაქვთ, რამდენი ნომერზეა, მე უკვე ცალკე გავიდეთ იქ. რამდენი პერსონაჟია გათვლილი? დარბაზი სრული დაწვრთნის შემთხვევაში 60 პერსონაჟია გათვლილი. როცა გვაქვს ხოლმე დიდი წვეულებები, ემატება აქ შესაბამისი ინვენტარი. ისეთ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ უფრო ხალვათი სიტუაცია იყოს და იყოს ხალხისთვის მოსახერხებელი, კარგად მოსასვენებელი, გემოვნებიანი მუსიკით, გემოვნებიანი გარემოთი ადგილი. აი აქ უნდა დაგიკითხო უკვე ამ რესტორნის სასტუმროს დასახელება. ანუ მამა ვერ მოესწრო ამის დასრულებას და მე გადაწყვიტეთ მამის საპატივსაცემლო დაგერქვათ ეს საკითხი, ხო? ძალიან ბევრი რამე არის აქ მამას გაკეთებული. ფაქტიურად გარე კედლები არის, დანარჩენი შიგა დაგეგმარება ყველაფერი არის მამას გაკეთებული და რაღაცა კონცეფციაც მისი შექმნილია და რახან ვერ მოესწრო ამ ობიექტის, ესე ვთქვათ, დასრულებას. ჩვენ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ მამის საპატივსაცემლოდ დაგვერქვა ამ ობიექტისთვის ვილა გივისი. დღეს 12 იანვარს არის ჩვენი იუბილე, 4 წლის შესრულდა ჩვენი ობიექტი. ეს უნდა მეკითხა რომელ წელს გახსენით? 4 წლის წინ. დღეს იანვრის თვეში გაქვთ იუბილე. 12 იანვარს კი ბატონო. პირველ რიგში მინდა მოგილოცო და ბევრი მოხმარებელი და ბევრი ვიზიტორი და სტუმარი ყოლოდეთ თქვენ. ესე ჩვენი საიუბილეო ტორტი მაგონა. აი წარმატება ჩვენ ობიექტს და ზოგადად ლაგოდეხში ტურისტულ ბიზნესს. გილოცავთ? მადლობა. ეხლა შევეხოთ თქვენ გასტრონომიას, კულინარიას, ასე ვთქვათ, რას თავაზობთ, ანუ ქართული კერძები გაქვთ, ძირითადად აღებული? რა თქმა უნდა, ეხლა ძირითადად გვაქვს ქართული
ტრადიციული კერძები, ასევე გვაქვს ევროპული კერძებიც და არ იქნება ხმამაღალი თუ ვიტყვი, რომ ძალიან გემრიელი დესერტები. სხვათა შორის ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც გვყავს. ჩვენს ამ პატარა სასტუმრო რესტორანს თითქმის მთელი სოფლიო დასტუმრობს ხალხი ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, ისრაელიდან. მაიკო, ანუ დარბაზის გარდა ამ შენობაშიც გაქვთ კუპე მომხმარებლისათვის, რამდენი პერსონაჟი არის გათვლილი? დაახლოებით 10 პერსონაჟი. შეიძლება რომ დავათვალიეროთ? კი ბატონო, მომწანდით. აქ არ ვარ ნამყოფი ულამაზესი გარემო არის. ეს დეკორაციებიც და შიდა ის ინტერიერიც კი ბატონო, ყველაფერი ჩვენი ხელით გაკეთებული და ჩვენი ესე ვთქვათ კონცეფციით, გემოვნებით. ვისაც დაუშვა დარბაზში არ უნდა დაჯდომა, შეიძლება შემოგზავნო და კუბეში ისია მომდონ. კეთილი. მე და გიორგი შევეცადეთ, რომ ლაგოდეხში ყოფილიყო ევროპული სტილის გლამურული, ძალიან კომფორტული დარბაზი და თვლი რომ გამოგვივიდა. ეხლა წავიდეთ სასტუმროს. კი ბატონო, რამდენი ნომერი გაქვთ მაიკო თან რომ მითხრათ? გვაქვს 4 ნომერი. 4 ნომერი, რამდენი პერსონაჟი არის გათვლილი? საკმაოდ დიდი ნომრები არის 2 პერსონაჟზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია 3 პერსონაჟსაც გადავაკეთოთ. გიძანდით, ანუ დაამშვენებელი ტურისტი რო ჩამოვა, დაბლა შეუძლიათ. ილოხშონ ისაუბროთ, რა უნდა კითხო, სასტუმროს დაჯავშნის შემთხვევაში უცხოელები როცა ჩამოდიან ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, ყვება თუ შედის თქვენ ნომრებში, მოხმარებელმა რო იცოდეს. ჩვენ ბუკინგის პლატფორმაზეც გვაქვს ჩვენი სასტუმრო რესტორანი განთავსებული, ძირითადად იქიდან შემოდის ჯავშნები, რომელიც მოიცავს საუზმესაც, ანუ სასტუმროს ნომერი საუზმი და უკვე დანარჩენს შემდეგ მომხმარებელი ყვეთ თავისი სურვილისა. ეს არის ნომერი, რომელსაც ფაქტიურად თავისი ვერანდა აქვს. ეს არის ნომერი 2 პერსონაჟზე. თუ საჭიროება მოითხოვს, მესამე ექსტრა ბედს ვამათებთ ხოლმე. ცენტრალური დათმობით, ტელევიზორით, ინტერნეტით, რა თქმა უნდა, ყველანაირად უზრუნველყოფილი არის ნომერი. ეს არის ჩოლური მისაღების ფაქტი, ეს ნომრად არ ითვლება. არა, ეს არის საერთო აქ შეუძლია დაუშვათ გაერთონ ისაუბრონ. კი ბატონო, იქ არის სამაგიდო თამაშები და ჩაიდალიო, გავადალიო. კი ბატონო. ეხლა ჩვენ გვაქვს როგორც წყვილისთვის ნომერი, ასევე სამეგობრო ნომერი, ესე რა ვთქვათ, რომელიც ესეც ხეში არის ჩასმული. ანუ გემოვნებიანად მოწყობილი ნომერი, ანუ არა მარტო ნომრები, თვითონ შემოსასვლელიც, დარბაზიც, კუპეც, აი ყველაფერი ისე არის ერთმანეთში შეხამებული, რომ თუ გაქვთ ისეთი ნომერი, დაუშვა ოჯახის აი ოჯახის შემთხვევაში ხოლმე გამოგვდის როგორც თქვა ლუქსი ნომერი, იღებენ ხოლმე ფოიეს და 2 საძინებელს. ფოიეს საძინებელთან ერთად. მაიკო, რა უნდა გითხო, რო შევეხო ეხლა თქვენს ტარიფებს, რო იცოდეს მომხმარებელმა ნომრების შემთხვევაში რა ფასებში გაქვთ ესენი? თავდაბლობად ჩავამართოთ, მაგრამ მაღალი მომსახურების და მაღალი თვლი რომ მაღალი დონის მიუხედავად გვაქვს საკმაოდ მისაღები ფასები. ჩვენი ნომრის ღირებულება არის 120 ლარი 2 პერსონაჟზე საუზმით. საუზმით, ერთჯერადი კვებით. კი ბატონო. ყველა ნომერი უნდა აღნიშნოთ, რომ განსხვავებული სტილზე არის გაკეთებული. აქ ბუხარი ქონიათ. ეს ჩვენი ყველა საყვარელი ნომერია, ეს ძალიან მყუდრო, იმიტომ რომ აქვს ბუხარი და ძალიან უყვართ ხოლმე დამსვენებლებს. ცეცხლი თუ დართებულა ბუხარში? კი. წვადი თუ შეგიძლიათ. აი, წვადიათ შეგიძლიათ. ცეცხლი ხშირად არის. ანუ ეს უფრო შეყვარებულის წყვილისთვის არის განკუთვნილი ბუხარი, ცეცხლი, შამპანური და ალბათ რომანტიკული საღამოს შეყვარებული წყვილისთვის, ასე რომ მეგობრებო, თუ ვინმე შეყვარებული ბრძანდებით, შეგიძლიათ ლაგოდეხში ემულამაზეს საზღვარზე ჩამოგბრძანდეთ. თქვენ გაქვთ გარეთ აუზი, სადაც დამსვენებლები ერთობიან, გრილდებიან, რომ დამათვალიერებინო ისიც. კი ბატონო, მოგბრძანდით. წავედით.
აქ როგორც ვთქვათ, ჩამოსასვლელი ლოდი გაქვთ ხოლმე ზაფხულში. ბატონო. ესეც უკვე ღია სივრცეში შეუძლია მომხმარებელს ისადილოს იუახშოს, ხო? ბატონო, ჩვეულებრივად აქ ზაფხულში აი ზაფხულში რამდენ პერსონაჟი გაქვთ აქ ვაგიდები გათვლილი? ზაფხულში ეზოში დაახლოებით 30 პერსონა შეგვიძლია მოვათავსოთ. ესეც არაჩვეულებრივი საცურაო აუზი, ხო? ანუ მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად აგრინდნენ, ივანაონ მოკლედ პატარა მყუდრო, ესე ვთქვათ, დასასვენებელი სივრცე შექმნით ლაგოდეხის ცენტრში. შევეცადეთ. და იმედია გამოვიდა. სხვათა შორის ჩვენ ბევრ მომხმარებელს სწორედ მაგიტომ მოსწონს ჩვენი ობიექტი, რო არის პატარა და მყუდრო და მართლა შეიძლება რომ დაისვენო. უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადო მასპის ბლოგისთვის. წარმატება მინდა გისურვოთ, ბევრი ვიზიტორი მინდა გისურვოთ, დამსვენებელი მინდა გისურვოთ და ერთგვარად ჩვენ ლაგოდეხში არსებული აი ეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, კოტეჯები, ვისაც აქვს დაუშვათ სასტუმრო რესტორნები, აი ესეთი მიიღების ცენტრები განვითარება ქონოდეთ, უამრავი ტურისტი ყოლოდეთ, უამრავი მომხმარებელი ყოლოდეთ, ბევრი წარმატება თქვენ სასტუმრო რესტორანს. მადლობა თქვენ მობრძანებით. მეგობრებო, დღევანდელი დღით დაგემშვიდობებით, ჩვენ მალე შევხვდებით, ასე რომ დროებით კარგად დამებოდეთ. ნახვამდის.